თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ინვესტირების ალტერნატიული გზები სულ უფრო აქტუალური ხდება. ტრადიციული ფინანსური ბაზრებისა და აქციების მიღმა კაპიტალის დაბანდება ხელოვნებაში განსაკუთრებულ მიმზიდველობას იწვევს. ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვის რყევების ფონზე უნიკალური არტეფაქტები ინვესტორებისთვის სტაბილურ და მზარდ აქტივად ყალიბდება. ეს მიმართულება არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ კაპიტალის დაცვისა და გამრავლების მძლავრ მექანიზმს წარმოადგენს. ამიტომ წამყვანი კოლექციონერები ხელოვნების ნიმუშებს სტრატეგიული საინვესტიციო პორტფელის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მილიარდობით დოლარს სწორედ იშვიათ და ისტორიული ღირებულების მქონე ნამუშევრებში აბანდებენ. კერძო კოლექციონერებს შორის, რომელთა კოლექციების ღირებულება $1 მილიარდ აჭარბებს, ეზრა და დევიდ ნაჰმადები ლიდერობენ. მათი კოლექციის ჩამური ღირებულება $3 მილიარდ უტოლდება. ისინი ძირითადად იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების ნამუშევრებს ფლობენ. მათ საცავებში პაბლო პიკასოს 300-მდე ორიგინალი ინახება. მათ შემდეგ ამერიკელი მაგნატი დევიდ გეფენი პოზიციონირებს. მის საკუთრებაში არსებული კოლექციის ღირებულება ჯამურად $2 მილიარდს სწება. გეფენი ძირითადად ომის შემდგომი პერიოდის ამერიკელი ხელოვანების შემოქმედებას აგროვებს. მის გამორჩეულ შენაძენებს შორის ჯექსონ პოლოკისა და მარკ როთკოს შედევრები გვხვდება. გეფენის სწრაფვა ხელოვნებაში ინვესტირებისკენ შეუჩერებელია და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისი კოლექცია მუდმივად იზრდება და ახალ არტისტებს იძენს. $2 მილიარდ სწდება ელი და ედით ბროუდების კოლექციაც. მათი კერძო მუზეუმი ლოს-ანჯელესში თანამედროვე ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს აერთიანებს. ბროუდების პორტფელში ენდი უორჰოლის, ჯასპერ ჯონსისა და როი ლიხტენშტეინის ცნობილი ნამუშევრები ჭარბობს. ეს კი მას ნიშნავს, რომ ბროუდების ოჯახი განსაკუთრებულ ინტერესს მე-20 საუკუნის ხელოვნებისადმი გამოხატავს. ბერძენი მილიარდერი ფილიპ ნიარქოსი ასევე $2 მილიარდზე მეტი ღირებულების კოლექციას ფლობს. მისი საინვესტიციო აქტივი ვინსენტ ვან გოგისა და პაბლო პიკასოს უიშვიათეს სტილოებს მოიცავს. ნიარქოსი ხელოვნების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშის სტატუსს ატარებს და ის აქტიურად ერთვება მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონში. პინოს კოლექცია, რომელსაც ფრანგი მილიარდელი და ფუფუნების საგნების კონგლომერატის ქერინგის მფლობელი ფრანსუა პინო ხელმძღვანელობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო სახელოვნებო კოლექცია. კოლექციის ძირითადი ფოკუსი თანამედროვე ხელოვნებაა და იგი ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიც არიან ჯეფ კუნსი და დემიენ ჰირსტი. კოლექცია განთავსებულია რამდენიმე საგამოფენო სივრცეში, მათ შორის ვენეციის პალაცო, გრასისა და პარიზის საფონდო ბირჟის შენობებში. მისი სავარაუდო ღირებულება $1 მილიარდ აღემატება. ამერიკელი ინვესტორი და ჰედჯ ფონდის მმართველი სტივ კოენიც $1 მილიარდ მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების პორტფელს ფლობს. მისი საინვესტიციო სტრატეგია მაღალი რისკისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს ეყრდნობა. კოენის კოლექციაში პაბლო პიკასოს ცნობილი სიზმარი და ჯექსონ პოლოკის ძვირადღირებული ნამუშევრები შედის. ფრანგი მილიარდელი ბერნარ არნო ასევე $1 მილიარდ მეტი ღირებულების კერძო კოლექციას მართავს. მის ინტერესის სფერო ძირითადად მე-20 საუკუნის მოდერნისტულ და თანამედროვე ხელოვნებას უკავშირდება. არნოს კოლექციაში ჟან-მიშელ ბასკიასა და მაურიციო კატელანის გამორჩეული ნამუშევრები ერთიანდება. მსგავსი მასშტაბის კაპიტალ დაბანდება ხელოვნებას კლასიკური ეკონომიკური საზღვრების მიღმა მყოფ ფენომენად აქცევს. უნიკალური შედევრები უბრალო კულტურული მემკვიდრეობიდან გლობალური საფინანსო ბაზრის სტაბილურ ინსტრუმენტად გარდაიქმნება. ამგვარი ტენდენცია კი მომავალში ხელოვნების ბაზრის კიდევ უფრო მეც ზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს.